მადლობა. მოკლედ ესეთი აკომპანიმენტით შემოვდივართ ჩვენ პირდაპირ ეთერში, რომელიც ბატონმა გია ფეიქრიშვილმა შემოგთავაზა. შემოგვერდით თქვენ ხედავთ გიორგი ბერიძეს, რომელსაც ტრადიციულად ყოველ ორშაბათს აქვს მისია, რომ იყოს ჩვენს გვერდით, დაგვეხმაროს და განაცემის ლამაზად დასრულებაში თავისი წვლილი შეიტანოს და გაბატონი თამარ მეჭიაური მომღერალი, მოკლედ ძალიან საინტერესო სტუმრებთან ერთად მოვედი, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. ნამდვილად შევქმნით წინა საახალწლო განწყობას, ორი მუსიკოსი გვყავს, მომღერალი თამარ მეჭიაური და აგერ არაჩვეულებრივი მუსიკოსი გია ფეიქრიშვილი. ისინი დახუნწლულები მოვიდნენ მუსიკალური ნომრებით. შეგვიძლია უკვე დუეტი წარმოუდგინოთ ჩვენს ტელემაყურებელს. ნელ-ნელა გავაგრძელოთ საუბარი. ზამთრის სიცივეში დარჩა მარტოობის ტკივილი მოფარფათე თოვლის ფიფი თეთრი ფიფის შივილი ახალი წლის თეთრი ღამე გლავს სიყვარულს გვირდება გლავს სიხარულს გვირდება თეთრი ღამე გლავს სიყვარულს პირდება. მგონი ასე ერქვა. ამ სიმღერის ავტორი თავად თამარ მეჭიაურია, ის არაჩვეულებრივი პიროვნება, არაჩვეულებრივი მუსიკოსია. მას საზოგადოება მსმენელი კარგად იცნობს, რადიოში ხშირად ტრიალებს მის მიერ შესრულებული სიმღერები, არაერთი საქველმოქმედო აქციის მონაწილეა, აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო ღონისძიებებში, თუმცა ჩემთან სიტყვას არ ასრულებს. 5 წლის წინ მე და პოეტ ნანა ცინცაძეს დაგვირდა ხინკალს მოგიხარშავთო და ხან აღდგომის მარხვა, ხან საშობაო მარხვა და მე მგონი 7 იანვარს გვეღირსება. და ამისრულა, არ თქვენია. პირდაპირ ეთერში სხვა გზა არ იყო. მოდი დაუბრუნდეთ ისევ ხელოვნებს. საშობაო შეარა და 8-ში გპირდები რომ აუცილებლად ხინკალი გექნება. მთელი საქართველოს თიულური, კი. მოდი ისევ ხელოვნებას დაუბრუნდეთ. აი მე ვახსენე რომ არაერთი სიმღერის ავტორი არის, შემსრულებელი არის, თუმცა ნაკლებად ჩანს ის ეკრანზე. შენ შეგიძლია თამარ გადაიღო კლიპი და ისეთივე პოპულარული იყოს მაყურებელში, როგორც სიმღერაა მსმენელში. რას პირდები მომავალ წელს მსმენელს ახალს? მომავალ წელს მსმენელს პირდები ჩემ ახალ ალბომს, როგორც ჩემი სიმღერების, ასევე საბავშვო სიმღერების აუდიო ალბომს და ასევე კარაოკეს. ოღონდ ეს იქნება საბავშვო სიმღერების ალბომი და კარაოკე. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ ნოდარ დუმბაძის ოჯახს, ქალბატონ ქეთევანს, მანანას, ბატონ ნოდარის მეუღლეს, რომ მომცეს ექსკლუზიურად უფლება იმის, რომ მის ბატონ ნოდარის ლექსებზე შემექმნა საბავშვო სიმღერები. ეს სიმღერები იქნება როგორც შესრულებული ჩემი სტუდია ჩარირამას მოსწავლეების შესრულებით, ასევე იქნება ჩართული ასევე ამ ალბომში კარაოკე. ეს იქნება საშუალება იმისთვის, რომ ბავშვები, რომლებიც ვერ დადიან სტუდიაში, ან არა აქვთ საშუალება რომ მიარონ ან რაღაცა, ვისაც აქვს რა თქმა უნდა მუსიკალური სმენა, მოусმენენ თავიანთ თანატოლებს და მე უკვე შეუძლიათ იმღერონ ეს სიმღერები, შეასრულონ, გაახარონ ბებიები, ბაბუები, დედიკოები, მამიკოები და ასე შემდეგ და ყველა დაწყებით დაწესებულებაში შევა, ასევე საბავშვო ბაღებში ანუ და სკოლებში. აი სანამ კი, ბატონ გიას საკმაოდ დატვირთული რეპერტუარი აქვს, მრავალფეროვანი რეპერტუარი აქვს, რამდენადაც ვიცი, მას აქვს კონტრაქტი ხელშეკრულება და უცხოეთშიც მიემგზავრება საგასტროლოდ. თქვენ შესახებ გვიამბეთ, მოკლედ, იმ მაყურებელმა, ვინც არ იცის თქვენი მოღვაწეობის, თქვენი შემოქმედების, რამოდენიმე ჯგუფში უკრავ მე ასე ვთქვათ, ბანშიც უკრავ, ბანის ბიჭებთან, მოკლე კაბა რაჭული და ეხლა სვანური ჩავიწერეთ, რაღაცა პრეზენტაცია, დისკიც გამოვიდა. ჩემი ჯგუფი კიდე სხვა ჯგუფიც ყავს, აი უფრო კავერებს უკრავთ. რა ვიცი, ეხლა მაქს მიწვევა დუბაიში, ვაპირებთ წასვლას დუბაიში. თებერვლის ბოლოს ვაპირებთ უკვე. ეს ქართულ პროგრამას წარადგენთ თუ საერთაშორისო იქნება? უთხოვს, ზოგიერთი კავერია, ზოგიერთი ჩვენი. თქვენ მუშაობდით და მუშაობთ დღესაც რამდენიმე ჯგუფთან, ხო? ცნობილ მომღერლებთან. ცოტა კი, პაბებშიც ვარ, რა ვიცი, კონცერტი იქნება, კონცერტზეც გავდივარ და რაღაც მომღერლებთანაც ვარ, რა ვიცი. რამოდენიმე
მე მაინტერესებს და ალბათ ტელემაყურებელს ყოველი შემთხვევისთვის ხელოვანები, მუსიკოსები, კომპოზიტორები, მომღერლები ხშირად შევიან, რომ ნაკლებად იმართება ქვეყანაში კონცერტები და მე მინდა კითხვით გადავიდე უკვე თამრიკოსთან, სანამ ეთერი დაიწყებოდა ანდრია გელიაშვილმა დამიკავშირდა ანდრია გელიაშვილი და მკითხა, როდის ექნება თამრიკოს კონცერტიო. თუ იგეგმება თქვენი საახალწლო ვარ ფიქრობ, რაიმე საინტერესო. საახალწლოდ იცით, იყო რაღაც შემოთავაზებები უფრო ქალაქ გარეთ, რა თქმა უნდა, ჩემთვის ყველგან ქართველია, ჩემთვის ყველგან თბილისია, ყველგან საქართველოა ეს, მაგრამ ამ შემთხვევაში თავი შევეკავე საერთოდ ქალაქიდან გასვლაზე და ალბათ რომელიმე რესტორანში და საერთოდ უკვე ძველით ახალწელს გეგმავ ერთ-ერთ რესტორანში, რომელსაც ალბათ უკვე ინფორმაციასაც მოგაწოდით, ალბომის პრეზენტაციას და იქნება ჩემი სოლო კონცერტი და ჩემი მეგობრებიც, ვინც დამაფასებს და ვისაც სურვილი აქვს, რომ ჩემთან ერთად მიიღოს მონაწილეობა, ისინი შემომიერთდებიან და ამ კონცერტს ექნება, რა თქმა უნდა, ისევ საქველმოქმედო დატვირთვა და ვინმეს დავეხმარებით ან გაჭირებულს ამ რავალშვილიას ან ლეიკემი დაავადებულს ან შეუერთდებით იმ თანადგომის ფონდს, რა ვიცი, რაღაცას გავაკეთებთ ისეთ, რომელიც ჩვენს თანამამულეებს წარადგენთ. მე მგონი სიტყვა გაგიგრძელდა, მაყურებელი ალბათ ისევ თქვენ სიმღერას ელოდება. კარგით, რადგანაც ახალი წელია მაინც რაღაც იყო ესეთი ლაბარაკი. მოდით შევასრულოთ ჩვენი უკვდავი კომპოზიტორის ლევან ლაღიძის უსარადამიკავა. ზამთარია სიცი. Უსარადამიკავა მე სიცოცხლე ჯერ არ დამიმთავარებია მე ხომ გულით ვიხედები გული ჩემი თვალებია ჩემს გულში ხანჯალა და გაგიტარებია ზამთარია მათოს მაწვის შენ კი გაგიტარებია ღურბელი რომ გულზე დამაწეს ego ხომ შენი თვალებია გოგო მე შესამედი ჯერ არავინ ღვარებია სიყვარული შენ ჩემს გულში ხანჯალა და ჩემს გულში ხანჯალა და გაგიტარებია არაჩვეულებრივია. გარდა იმისა, რომ თამრიკოს ხვისი კომპოზიტორების სიმღერებს ასრულებს, თავადაც არის არაერთი პოპულარული სიმღერის ავტორი. რამდენი სიმღერა, საავტორო სიმღერა თქვენს რეპერტუარში და ზოგადად საბავშვო სიმღერებიც გაქვთ თქვენი დაწერილი? კი, 50-მდე საბავშვო სიმღერა მაქვს დაწერილი. 80-მდე მაქვს ჩემთვის, სხვებისთვის, ნაჩუქარიც ასე, რა ვიცი, უფრო მეტად ზოგიერთი უფრო მეტად პოპულარულია, ჯერ კიდევ ზოგიერთი თაროზე დევს და ალბათ ეხლა ელოდება დღის სინათლეს, რა ვიცი.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და მე ეს ნამდვილად ვიცი, ხშირად საკუთარი შემოქმედების პოპულარიზაცია, საკუთარი თავის პოპულარიზაცია ეწირება სხვაზე ზრუნვას და მე ვიცი რომ თქვენი აღზრდილები დღეს უკვე დიდ სცენაზე დგანან და ისინი ლაურეატები არიან, არაერთი გრან-პრის მფლობელები არიან. შეგვიძლია ამ თემაზე ვისაუბროთ? დავიწყებ საუკუნის ხმის ტიტულით დაჯილდოებული არის ასეთი ღმაწვილი გიორგი გოდერიძე, ის უკვე არის 25 წლის, რომელმაც 2000 წელს აიღო გრან-პრი მღერიანი ვარსკვლავები 2000 სანქტ-პეტერბურგში და ასევე 2001 წელს აიღო ბროლის გლობუსი ბულგარეთში. 2002 წელს უკვე გაუშვით ესე უგორდოდეს ამჟამინდელი სოლისტი ანა გულედანი შავი ზღვის აუზის ქვეყნების საერთაშორისო ფესტივალზე ოქროს ბორანი და იქიდან ჩამოიტანა გრან-პრი. მაშინ ასულა მოსკოვური საღამოები და მეგრული პოპური. მასთან ერთად ასევე ჩემი აღზრდილია სოფო ქირიაც და ძალიან ვამაყობ რომ მე ამ ბავშვებმა თითქმის მთელი მსოფლიო მოიარეს და მე მათი პედაგოგი ვარ და წვლილი მაქვს შეტანილი რომ მე ნამდვილად სწორი არჩევანი გავაკეთებინე რომ მათ ჩააბარეს ნამდვილად მეორე მუსიკალურში და აერჩიეს ეს ხალხური საკრავები და ძალიან სწორი გეზი მისცეს თავიანთ შემოქმედებას. ბატონო გია თქვენ თუ გყავთ მოსწავლეები? მე მაინც და მაინც ნაკლებად მოსწავლეები, მოწაფეები, ნაკლებად ხოში გადაში ხოლმე რა თითო მაგრამ იცი წარჩინებულები. საინტერესო. ხან კონცერტებიც რა. ნუ გიტარას მაინც და მაინც ახლა მოსწავლეებს უფრო როგორც ახლა სტაბილურად რო ვიждდე და ვასწავლე ესე არა, მაგრამ ნუ შეგადაში რაღაც არის ხოლმე. ვინჩი იცის და ალიბანი გიტარის მოკლედ რაღაც მგების დამხოსაში ეხმარება. ფონით იქნება. ის შემთხვევისთვის სანამ გადაცემა დაიწყებოდა, მე ბატონ გიას უსვენდი, რეპეტიცია ჰქონდათ ასე ვთქვათ, სანამ გადაცემა დაიწყებოდა, ვირტუოზულად შეასრულა არაერთი კომპოზიცია, ცნობილი მუსიკალური კომპოზიციები და ერთ-ერთს მე მგონი ახლაც შეგვისრულებს ესპანური იყო. ტანია მარიასთანაც უკრავდა და ეს საგულისხმოა, გია ფეიქუშვილი. თვითონ არ ამბობს ამაზე რა. შეიძლება მოკლედ კიდევ მინდა რომ მიულოცოთ თქვენ ტელემაყურებელს დამდეგი ახალი წელი ისარგებლოთ ამ შემთხვევით ჩვენი ეთერის და მოკლედ იმაზე კარგი რა იქნება კიდევ ერთ თუ შემოგთავაზებთ საერთო კომპოზიციას და რაღაც დუეტში კიდევ ერთი რაღაც მიმოწვის სახით თუმცა მანამდე შეგიძლიათ там რა მეუერა დუეტი მე დიდი მომღერალი არ ვარ ამჟამად ნამდვილად ახლა ექსპრომტი გამოგვია იმიტომ რომ არ მე ამაზე კარგი რა არის ექსპრომტი ეთესიც არის ხანდახან ბეკი მანამდე დავიმშვიდობები ჩვენს ტელემაყურებელს თქვენ ესეთი ძალიან კარგი და საინტერესო სტუმრები ყოლეთ ალბათონი თამარ მეჭიაური მომღერალი ბატონგია ფეიქუშვილი გიორგი ბერიძე იყო ჩვენს უერთდით ტრადიციულად ყოველ ორშაბათს თარია სიცევა შემოდგომამი მეშინია სიცივისა ზამთარში რომ იცის შარშან უბროსა შინები ცივიქარი ქოროდა მაგრამ მაშინ შემათანიხა სულარა მეშინ შარშან უბროსა შინები ცივიქარი მაგრამ მაშინ შემთანიხა სულ არა მეშინოდა ასე რომ შემოგაგდებოდ ნურს თქვენ შეგიძლიათ ნურაფრის
ბრძანი დიდი ახალი წლის მინდა ყოველივე საუკეთესო გისურვოთ ბედნიერება გამრავლება სიუხვე ქვეყნის კეთილდღეობა ნამდვილად და ყველა საქმიდან გამარჯვება ასე ვთქვათ და გამარჯვებულები გახარებულები და გაბრწყინებულები ყოფილიყავით უფალის დიდი მადლით ღვთისმშობლის დიდი მადლით და კეთილის სურვილებით გემშვიდობებით დიდი მადლობა მოწვევისთვის დამდეგ ახალ წელს გილოცავთ კარგად ბრძანდებოდეთ ორჩაკენო